ჩემი ნახვა გინდოდა ძმაო? მინდოდა. შენთან დალაპარაკება მინდოდა. დაჯექი. როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად. კარგად? სარკეში ჩაიხედე? რატომ? მე ხომ შენი ძმა ვარ ზეინებ. ნუ მატყუებ. კარგად არ ხარ. ძმაო, რაღაც გაიგე. მითხარი რაც გინდა. გული მატკინე და წავალ. ზეინებ, აქ შენთან საჩხუბრად არ მოვსულ ვარ. დიახ, გავიგე, ჰალილ იბრაჰიმთან იყავი. რაზე ილაპარაკეთ? რა გადაწყვიტე? მან რა გითხრა, შენ რა უთხარი? უფლება მაქვს ეს ვიცოდე, ხომ ასეა? მამაჩემმა, შენს უახლოეს მეგობარს ესროლა. შენ კი მამაჩემს. მომავალი არ გვაქვს. სულ ეს იყო. გულწრფელად ამბობ? ძმაო, რა გინდა გაიგო? ყველაფერი ზეინებ. ჩემ სიყვარულს თუ გულისხმობ, მაშინ არა. სიყვარულით ვკვდები. ზეინებ, დეტალები არ მithოვია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ ხართ, ისიც საპასუხოს არ გრძნობს. შეიძლება გრძნობს კიდეც. კაცებს საინტერესო სიამაყე გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მაგკაცის ქება ძალიან არ მინდა, დიახ, სიამაყე ნამდვილად აქვს. მერე? შეწყდა თქვენი ქორწინება? ვის ან რა შეაინტერესებს ეს ინფორმაცია, ძმაო? მიაქვარ. საქმე ის არის ზეინებ, რომ მე და ჰალილ იბრაჰიმს ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. დღეს თუ არა ხვალ ავფეთქდებით. არ მინდა გული გეტკინოს. ისედაც ნერვიულობ ორ ადამიანს შორის ჩარჩი, არ მინდა მომავალშიც ასე იყოს. ძმაო, არავის შორის დარჩენილ ვარ. შეგიძლიათ ერთმანეთს ისე მოექცეთ, როგორც გინდათ. მე საერთოდ ვის ვაინტერესებ? ძმა მომიკვდება, მამა თუ ქმარი, ვის რა შეაინტერესებს, რას ვიგრძნობ? ზეინებ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, ხომ იცი? ძალიან კარგად იცი გუშინდელ დღემდე როგორ ვცდილობდი, რომ ჩვენ შორის ყველა პრობლემა მოგვარებულიყო და ერთი გზით მივდიოდით, მაგრამ კაცმა მამა ჩვენს ესროლა, მნიშვნელობა არ აქვს რატომ? თუ შურს არ ვიძიებ და ქუჩაში გასვლის შემწხვება, ვერც ვინმეს მართველი ვიქნები. იცი რაშია თქვენი პრობლემა? ვალდებულები ხართ შური იძიოთ ერთი გრამი დაღვრილი სისხლისთვისაც კი, მაგრამ არ შეგიძლიათ პასუხი აგოთ ჩვენი დაღვრილი ცრემლებისთვის. შეგერგოთ. გმადლობ შვილო, მოდი. მოვბრძანდი ჰალილ იბრაჰიმ, დაჯექი. უშენოდ ლუკმა არ გადამივიდა. არ გადაუვიდა, მაშინ მაინც ნუატყუებ, როცა პირში ლუკმა გაქვს. ყელში ხომ არ გადადის თურან? იქნებ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ლუკმაა. რა კარგია სემა. მე რომ არ ვიყო ვის დასცინებდით. კარგია რომ ხარ ოსმან. გმადლობ ედანურ. თქვენთან დალაპარაკება მინდა. ამ საკითხზე ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ. რა იყო? წერს რამდენიც არ უნდა ვუთხრა, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს და თავი ასე მოვაჩვენო, მაინც მტკივა. არ მინდა კიდევ რომელიმე დაგკარგოთ. ამიტომ გადავწყვიტე მარტო ვიმოქმედო. თქვენ გარეშე. შეგიძლია ჩათვალო, რომ მარტო ხარ ჰალილ იბრაჰიმ. ჩვენგან რა სარგებელი გაქვს? და რაც შეეხება იმას, რომ დაგუკარგავ, ვინ გვიპოვა, რომ დაგუკარგო? მუზაფერს იმის თქმა უნდა, ჰალილ იბრაჰიმ, რომ რაც შეიძლებოდა ჩვენს თავს მომხდარიყო, უკვე მოხდა. ახალგაზრდებს თუ წასვლა უნდათ, წავიდნენ. ცხოვრება წინ აქვთ.
თქვენზე ამბობს ძმებო, კარი იქ არის, შეგიძლიათ წახვიდეთ და თუ რა თქმა უნდა გინდათ, ომისთვის ვემზადებით ძმაო. ხომ ასეა? სწორად მივხვდი? არსად წასვლას არ ვაპირებთ. ერთად ვიბრძოლებთ. ოჩარ ჯამალ. შეგამოწმე. შენ რა სიტყვის აქთი? ისიც ძმაო ოსმან. ჰალილ. მე და ოსმანს გვამოწმებ? თუ გინდათ, წადით. არა, არანაირი შემოწმება არ არის. ცდილობს გვითხრას, რომ ზეინები იმიტომ გაუშვა ფიქრეთს მშვიდად ებრძოლოს. ზეინები ყველას თქვენებურად გიყვართ, ამიტომ გული არავის დაგწყდეთ. ჰალილ იბრაჰიმ, შეგიძლია ზეინები აქედან გააგდო, მაგრამ ჩვენ არა. რა მიზეზიც არ უნდა იყოს. როცა ფიქრაც მოგლავ, ისევ ზეინების გვერდით ვიქნებით. ზეინები არ გამიგდია. საშუალება მივეცი წასულიყო, რადგან არ მინდა კიდევ უფრო ვატკინო და ვანერვიულო და ისიც წავიდა. რა უნდა ექნა ჰალილ იბრაჰიმ? მამა მისია. შეიძლება ცხოველია, მაგრამ მამაა. როცა ასეთ მდგომარეობაშია, აქ როგორ დარჩებოდა? ნედავ მოკვდეს. ძმაო, აირისი თქმა გვინდა, რაც არ უნდა ილაპარაკო აქედან არავინ წავა. ამიტომ ის გითხარი, ახლა როგორ მოვიქცეთ? გისმენთ, გითხარი. რიზვან ლეტო დღეს თუ არა ხვალ მოკვდება. თუ არ მოკვდება, მნიშვნელობა არ აქვს. ამ ოჯახის საქმეები უნდა ვაკონტროლოთ. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. როგორ? ამ რეგიონში მთავარი ჩვენ გავხდებით. ჰალილ იბრაჰიმ. ლეტოს ოჯახი წლებია ამას აკეთებს. მათ საქმეებს როგორ ჩაიგდებ ხელში? მათ კავშირებს შენთვის მომგებიანად როგორ აქცევ? ილმაზ მარტენი არსად ჩანს. ან გაიქცა როგორც ამბობენ, ან იმალება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. თუ მათ კავშირებს ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნებთ, ბუნებრივი იქნება, რომ საქმე ჩვენი კონტროლის ქვეშ გადმოვა. ჰალილ იბრაჰიმ, ჯერ გითხარი, რომ საქმის ნახევარს გავაკონტროლებდით და ყველაფერი თავდაყირადად გაახლა კი ამბობ, რომ საქმეს ჩვენ ჩავუდგებით სათავეშიო. ეს როგორ იქნება? იქნება ძმაო. იუსუფ, მეჰმედ ალიმ დაგვირეკა. იმ მეჰმედ ალის გულისხმობ? დიახ, მაგას. თუ ჰალილ იბრაჰიმი დაუძახებს, დაუთის კაფეში მოვა. მოსვლით კი მოვა, მაგრამ მაგ ადამიანის მამა წლებია ლეტოსთან მუშაობს, არ ამგონია ყველაფერი ასე მარტივად იყოს. ამას პირისპირ განვიხილავთ, ძმაო იუსუფ. ჩემი სახელით მოიწვიე. უთხარი, რომ მინდა პირადად ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია. ჰალილ იბრაჰიმ, ეს ის ხალხი არ არის, რომელიც ვირთხებად ასე მარტივად გადაიქცევა. ვირთხები არ გვაკლია, იქნება ამჯერად მეგობრები შევიძინოთ. რა სიტყვით? ასეთი მეგობრები არ არსებობენ, მაგრამ კარგი. მიდი იუსუფ, მიდი. აშკარაა, რომ საქმემ მადა დაგიკარგა. მიირთვით, გაცივდება. ახლა ერთ რამეზე მიპასუხე გოს. ამ საქმეზე უარი თქვეს იმიტომ, რომ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დარტყმა მიიღეს, თუ ამ ილმაზ მარტენს უნდა რომ დრო მოიგოს და კვალი გააქროს. ბატონო, ჩემი აზრით მარშრუტი შეიცვალა. მიღებული დარტყმების გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში აქედან წავლენ, მაგრამ ასე ადგილებს ყურადღების გარეშე არ დატოვებენ. რას ნიშნავს ყურადღების გარეშე არ დატოვებენ? ლეტოს საქმიანობა გრძელდება. უფრო კონკრეტულად, ბატონო, იარაღით ვაჭრობა ამ მხარეში მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დაბალი პროფილის ზონაში იყო. სანამ იარაღი ამ მებრძოლებს შორის უფრო არ დაფასდა. რეგიონი სტრატეგიული გახდა, იარაღი კი, რომელიც აქ ჩამოაქვთ, აქედან მსოფლიოს ყველა წერტილში იგზავნება. კარგი, ამ სიტუაციას რა უნდა გავუკეთოთ? სამწუხაროდ, როგორც სასამართლოს წარმომადგენელს არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ინციდენტი თქვენამდე არ მოდის, მაგრამ სახელმწიფოს იმისთვის, რომ არ დაუშვას ამ იარაღის აღმოჩენა ხელში, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენება, შეუძლია ზოგიერთი გამოიყენოს ან უბრალოდ აკონტროლოს. როგორც ხვდები, როცა ზოგიერთი გვარი კონტროლიდან გამოდის, სახელმწიფო სტრუქტურები საქმეში ერთვებიან. მაგალითად, ლეტოს გვარს ხაზი გადაუსვეს. სწორად გავიგე? ხომ სწორად მივხვდი? ბატონო, მე უბრალო პოლიციელი ვარ, რომელიც სოფელში გადმოიყვანეს და ხელმძღვანელობას ვემორჩილები. არ ვიცი, ვის ხაზი გადაუსვეს და ვის.
დიახ, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. გადმოგასახლეს. საიდან უნდა იცოდე? ასე არ არის? ამ ქალაქში ამაოდ გადმოგასახლეს. ახლა მათ ადგილზე დადგება ადამიანი, რომელსაც კონფლიქტი აქვს ფიქრეთ ლეტოსთან. ჩემი ვარაუდით. დიახ, სწორედ ასე გადანაწილდება ყველაფერი. მართალი ბრძანდებით, ბატონო. და ალბათ წარმოდგენა არ გაქვს, ვინ შეიძლება იყოს. არა, ბატონო. რა თქმა უნდა. ასეც ვივარაუდე. მისმინე ოგუს. მარშრუტები იცვლება, სახელები იცვლება, მაგრამ პორტები, სადაც ეს საქმე ხდება, არ იცვლება. ძრავები არ იცვლება. ძრავები. მიხვდი რას გულისხმობ? ბატონო, თვალს ვადევნებ ყველა იმ ადგილს, რომელიც დაასახელეთ და გვარებსაც. შემატყობინებ. როგორც მიბრძანებთ. Hoş geldiniz. მოგძანდით, ჰალილ იბრაჰიმ. გმადლობ. მალე ბატონი მეჰმედ ალი მოვა, ყურადღებით იყავით. ვიცით, ბატონო, თქვენი მაგიდა მზად არის. გთხოვთ. როცა ჩვენი სტუმრები მოვლენ, სხვა მაგიდასთან გადავსხდებით. რა თქმა უნდა, ბატონო. ჰალილ იბრაჰიმ. ახლა ამ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ფიქრეთი ვერ გაიგებს? დაიგაიგოს მაო. თურანს იმის თქმა უნდა ჰალილ იბრაჰიმ რომ ეს ადამიანი შენს გამო ფიქრეთის წინააღმდეგ რატომ წავა? შენ ხომ საერთოდ არ გიცნობს? ჭკვიანი ადამიანი მტრად არ გამიხდება, ძმებო. თუ აქ ჩემთან შესახვედრად მოდის, უკვე იცის ვინც ვარ, მიხვდა. პრობლემებს შევუქმნი თუ არა, ესეც გაიგო. ზეინებ. აქ მარტო რას აკეთებ? არაფერს. ვზივარ. კარგი, წამოდი გავისეირნოთ, ხასიათზე მოხვალ. არ მინდა ხაქან. კომპანია მაინც გამიწიე. ჩამოვედი, სახლში ვზივარ, ვერაფერს ვაკეთებ. სადილზე მაინც დამპატიჟე. შენთვისაც მრავალფეროვნება იქნება. დღეს ამის განწყობა არ მაქვს. სხვა დროს იყოს კარგი? არა, ხაქან, შენთან ერთად სასეირნოდ არ წამოვა. რატომ? რა დავაშავე? ზეინები არ მიდის სასეირნოდ ისეთ ადამიანთან ერთად, რომელიც მას და მის ოჯახს ზიანს არ აყენებს, შვილო. მიჩვეული არ არის და ამიტომ. კარგი, ზეინებ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ ჩვენი ოჯახიდან ვის რა ვამნოთ. კარგი. მაშინ მამი და შენით დავიწყოთ. კარგი, დედიკო. თანახმა ხარ? ხო, რა თქმა უნდა. თავარია საკუთარ თავს არაფერი დაუშავა. სავად მოყოფოში მივდივართ. თქვენ შეიარეთ. ასია ისედაც უკვე იმას ამბობს, რომ აღარ მიდიხარ. შემდეგი რიგში ასია იქნება. ბოდიში ზეინებ, მაგრამ მაკალთან საქმის დაჭერა არ ხედა, მინდა. ჭკვიანი ბიჭია. იცის რომ უბედურებისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს. დანარჩენი თვითონ გადაწყვეტე, შვილო. უკან გზაზე შეგიძლია ცადმე გაიაროთ. კარგი რა, ზეინებ. ადრე მსგავსი რამ არ გაღელვებდა, რაც არ უნდა იყოს, ქალს ხმარი საავადმყოფოში ჰყავს. კარგი, როგორც იტყვი. რამეს მოვიცვამ და ჩამოვალ. კარგად მოვიქეცით, რომ ეს საქმე თავიდან მოვიშორეთ, ფიქრეთ. მეჰმედ ალის და მამაშენს ძალიან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. ერთი მხრივ დურსუნმა, მეორედან მე ვუთხარით, რომ ამ საქმესთან კავშირი არ გვაქვს და ყველაფერი მარტენების ბრალია, მაგრამ ბევრი უსიამოვნება შეგვიქმნა.
მართალია მამანესიმ. ადამიანი ამდენი წლის განმავლობაში კარგ ურთიერთობაში იყო სახელმწიფოსთან, ამიტომ პორტებში მის გემებზე ერთი ტყვიაც კი არ უპოვიეთ. ილმაზ მარტენმა ადამიანის სამიზნედ აქცია. ისე გაითამაშა, თითქოს მისი განადგურება უნდა. მეჰმედ ალი ჭკვიანი კაცია, ჩვენთვის გაურკვეველი გზით ამ საქმიდან თავი დაიზვრინა, მაგრამ გული უნდა მოულბოთ, რაც ძალიან ძნელია. მამარიზვანი საავადმყოფოში ერთხელაც კი არ ნახა. როგორც ჩანს, მამარიზვანი საერთოდ ამოშალა. ამერიდან უფროსი ფიქრეთია და ყველა მიცის, რომ მსგავს საქმეზე ალერგია აქვს. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ დონემდე მივიდეთ ფიქრეთ. ამ საქმეს შენ მოაგვარებ. მასთან ვალში თუ ვართ, ჩვენთან თვითონაც ვალშია. ყველა ვაჭრობს. მეჰმედ ალი ისეთი ადამიანი არ არის, რომ მსგავსი ტვირთი მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს და თუ საავადმყოფოში არ მივიდა და მამას მალე გამოჯანმრთელება არ უსურვა, ჩვენთან მოვა და მომილოცავს. რიზვანს ბოლო შეხვედრისას უთხარი, რომ მასთან ერთად საქმიანობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ თავის მართლება დაიწყო. ჩემი კი არა, ილმაზის ბიზნესი ამასთან არაფერი მაკავშირებსო და ასე შემდეგ. ეს რეპუტაცია შენსავით 40 დღეში არ შემიქმნია. არასწორად არ გამიგო. 40 წელი ვცდილობდით და ეს მხოლოდ ჩემს დროს. ჩემამდეც დაახლოებით 2 თაობა მიუმატე. დაგვერდი. რამდენი ხანია ამ რეპუტაციისთვის ვიბრძვით? ოჩახ, თქვენზე მეც მსმენია. უკანონო სამყაროში გადარჩენას როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, ვიცი, რომ არ აყენებთ ზიანს არც დამნაშავეებს, არც სახელმწიფოს ღალატობთ და არც თქვენს ხალხს. ამიტომ მინდა თქვენთან ერთად ვიმუშაო. ეს როგორ იქნება? ისე იქნება, როგორც დღევანდელ დღემდე იყო. ხოლოდ ლეტოსთან კი არა, ჩემთანაც იმუშავებთ. თითოეული გზავნილიდან 15% იღებთ, მე კი 20 მოგცემთ. რადგან ასე წილს მაძლევ, როგორც ჩანს ვაჭრობის ბევრი არაფერი გაგიგება. ერთი რამ მითხარი, იარაღს სად იშოვი? საიდანაც ლეტოს მოაქვს, მეც იქ ვიშოვი. როგორც უკვე ვთქვით, ვაჭრობის არაფერი მესმის, მაგრამ ამ კავშირებსაც თქვენ უზრუნველყოფთ. ამისთვის დამატებით 10%-ს მიიღებთ. დაფიქრდით. ახლა შენ მეუბნები, რიზვანს ვესროლე. მოდი ერთად დავამარცხოთ ფიქრეთი, ნესიმი, დურსუნი. არავის დამარხვა არ მინდა. მაგათაც ვუთხარი. ან ჩემთან ერთად იქნებით, ან მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. ახლა მეც ამას მეუბნები, ჰალილ იბრაჰიმ. ან შენთან ერთად ვიქნებით, ან მუშაობის საშუალებას არ მოგცემ? არ გემუქრებით. წინადადებას გთავაზობთ. იმიტომ რომ ჩემი ყიდვა შეუძლებელია. არც ჩემს რეპუტაციას გავყიდ და არც პარტნიორებს. იმის თქმა მინდა, რომ იარაღის ყუთებში ნაგავს არ ჩავდებ და იმათ, ვინც ჩადებს, ისე მოვექცევი, როგორც საჭიროა. ახლა ფიქრეთი ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ ილმაზი აღარ არის. მარტენების ოჯახი ჩამოგშორდა და ჩემ გვერდით იყავიო. როგორ შევაჩერო ნახევარ გზაზე ისეთი ადამიანი, როგორიც ფიქრეთია? ეს შესაძლებელია? ფიქრეთთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ფიქრეთს პრობლემები აქვს მის ოჯახთან. არ ჩვენ გეცოდინება და არც მას ყუთში რა ჩადეს. ფიქრეთს არ გამოელევა არც ბიძები და არც ბიძაშვილები. თუ ფიქრეთი ამბობს, რომ არა, ესე იგი არა. მისი მჯერა. მეც დავუჯერე. შენსავით. გმადლობ.
ზეინებ, ჯემალ, სიტკი, აქ რა საკეთებთ? სადილი იყო. აქ ამიტომ მოვედით. რა სადილი? ჰალილ იბრაჰიმ საქმიანი სადილი ჰქონდა ზეინებ. სიძეს შეხედე. დროს არ კარგავს. ჰაკან არასწორი იქნება. წამოდი წავიდეთ. არა, ბოდიშს მოვუხდი. იმ დღეს ძმა ფიქრეთის გვერდით ვერაფერი ვთქვი. ცუდად გამომივიდოდა. სხვა დროს იყოს ჰაკან. Allah kusura bakma. ბოდიში, მაგრამ არ გაინტერესებს ვისთან ერთად სადილობს. ჯემალ, პრობლემა არ არის. ჰაკანი ჩემი ბიძაშვილია. ზეინებ, იცი რა ვიფიქრე? რადგან მოვედით, იქნებ შეგარიგოთ. ჰაკან სისულელე არ გაბედო. Kocam Mehmet Ali amca. შენი ქმარი ბიძია მეჰმედთან ერთად სადილობს? Mehmet Ali abi. ძმაო მეჰმედ, Selam. გამარჯობა. Ben Hakan Mart. მე ჰაკან მარტენი ვარ. გახსოვართ? მახსოვ ხარ. აქ ხშირად დადიხარ? Son yaşanan ბოლოს მომხდარი მოვლენების შემდეგ მინდა გითხრათ და ყველაფერი წარსულში დარჩეს. როგორ ხარ ჰალილ იბრაჰიმ? გამარჯობა ჰაკან. გამარჯობა ძმაო მეჰმედალი. გამარჯობა ზეინებ, როგორ ხარ? კარგად. მამა შენი როგორ არის? გავიგე, უკეთესად ყოფილა. დიახ, მერცის წყალობით უკეთი იქნება. შენ როგორ ხარ ჰალილ იბრაჰიმ? კარგად ზეინებ. როგორ ჩანს საქმიანი სადილი გაქვთ, აღარ მოგაცდენთ. არა, არაფერია. შენ რომელ სადილზე მოხვედი? ჰაკანთან ერთად სასეირნოდ გამოვედი. კარგი. მაშინ გარეთ დასხედით. შენ უნდა გკითხო სად დავჯდე, ჰალილ იბრაჰიმ. მართალია. არ მაგითხები ვისთან ერთად ისადილებს სად დაჯდები. Nerede oturacağım? არც ამის კითხვაა საჭირო. Kusura bakma. ბოდიში მე დავაძალე. ბოლო დროს ძალიან მოწყენილია. სახლიდან აღარ გამოდის. ალბათ ასე შენ გამოა. Sebebi de sensin. შეცდომა დაუშვი, მაპატიეთ. Hata etmişim. Etme. აღარ დაუშვა ჰაკან. Hata etmişim. შეცდომა აღარ დაუშვა. იმიტომ რომ შენმა ძმამ შეცდომების ფიალა გადაავსო, მაგრამ Onun acısı ჯავს შენზე არ ვიყრი. წამოდი დავსხდეთ. გემრიელად მიირთვით. Afiyet olsun. შეგერგოთ. როგორც მეხვდი, შენი ქორწინება დასასრულს უახლოვდება ჰალილ იბრაჰიმ. siz boş verin. ჩემს ქორწინებას თავი დაანებეთ მეჰმედ ალი. Gördüğünüz gibi როგორც ნახეთ არასდროს ვიცით ამ ლეტოების ნათესავები საიდან გამოჩნდებიან. belli olmaz. Yani sizin იმის თქმა მინდა რომ Martin'in თქვენი სკივრებიდან შეიძლება მარტენების ხელი ნებისმიერ მომენტში ამოვიდეს. Az önce მართალი გითხრა მინდოდა შენთვის მეთქვა. ben bu işte yok. ბოდიში ამ საქმეში არ ვარ, მაგრამ ხედავ მართალი ხარ. Senin შენთან ვიმუშავებ. bütün bağlantı ყველა კავშირს გავაერთიანებთ. ama მაგრამ eğer თუ რაიმე შეცდომას დაუშვებან, ya da შუა გზაზე მიმატოვებ, bundan sonra ამიერი და ნებისმიერი თქვენი წინადადება ორივესთვის საფრთხე იქნება. ikimiz için de geçerli. ნებისმიერი.
zaman ayrı. მაშინ დეტალები ხვალ შევათანხმოთ. Tabii. რა თქმა უნდა, დაგიკავშირდებით. Evet. აბა, Ne yiyoruz? რა შეუკვეთოთ ზეინებ? ჩემთვის სულ ერთია ხაქან. ორი წუთი მოიცადე გავიდნენ. შემდეგ ჩვენც გავალთ. Tamam. კარგი. ზუჰალმაც დაინახა. რიзвანმა თვალი გაახილა. გავიქეცი ექიმებს დავუძახე. სანამ მოვიდნენ ისევ ჩაეძინა. ძალიან ვინერვიულა. რაღაც რიგზე ვერ არის. რამეს ხომ არ უკეთებენ, რატომ ვერ ფხიზლდება? ვერ ვხვდები. ასიე, რის მიღწევას ცდილობ? რიзвან ნორმალურ მდგომარეობაში არ მომკვდარა. თვალსაც გაახელს, გაიღვიძებს კიდეც. თავი დაანებე. არ ვიცი. არ ვიცი, ნადიმე რაღაც მინდა გკითხო, როცა რიзвანმა ხელი მოკიდა. ძლიერად მოგიჭირა, იმიტომ რომ მე მომიჭირა. ამის თქმაც კი მრცხვენია. ასიე, როცა მიდიხარ მკოცნის კიდეც. კარგი. ღმერთო, ადამიანს თავი დაანებე. აქაც კი არასვენებ. თვალს არ ახელს, ხელს არ მიჭერს. დავუშვათ, ახელს. შენ რომ გხედავს, მაშინვე ხუჭავს. და თვალის გახელა აღარ უნდა, რადგან შენი დანახვა არ უნდა. ამბობ რამეს ხომ არ უკეთებენო? უკეთებენ. სიმსივნის, შენ საწინააღმდეგო წამალს. ადამიანიც გრძნობს, ამბობს ამასთან დარჩენას მირჩევნია მოუკვდეო. იქ საჭელს მშვიდად მაინც შევხვდებიო. დაბრუნება ამიტომ არ უნდა. რა ლამაზად მოყევი, სხაპარივით. მაგრამ ნადიმე, რიзвანთან ერთად ჯოჯოხეთშიც მე დავიწვევი. შენ კი მარადიულ ცხოვრებას და სინათლეს დაეძებ. ვიცი. ასიე, წამოდი, რადგან მოვიდა, წავიდეთ. წადით. კეთილი საქმეები ჩვენც გვაქვს. გავაკეთებთ და მოვალთ. არ დააგვიანოთ, წადით. საქმე აქვს თანაც კეთილი. ზუჰალ, რიзвანს აქედან მაინც გავიყვან. რას ამბობს, სად უნდა წაიყვანო? ყველა ექიმს მოველაპარაკე. თამერის სახლში მოუწყობს საჭირო გარემოს. ამაღამ გვერდით მივუძვები და დილით განგურნებული იქნება. რამე რომ მოვიდეს დამნაშავე შენ იქნები. პრობლემას ნუ შეიქმნი. ჩემს ქმარ სიძე მესროლა. დამნაშავე მე რატომ ვიქნები? წამოდი. ხელი მხარზე დაადო, ქალბატონო. ზეინები ასეთ რამეს არ იზამდა. ზეინებს არ გაუკეთებია. ჰაკან მარტენმა დაადო გოგონას მხარზე ხელი. მინდოდა მისთვის ყველა ძვალი გადამემტვრია, მაგრამ მან არ გამიშვა. იქნებ გაიგო, რომ ხალილ იბრაჰიმი იქ იყო და სპეციალურად მოვიდა. ზეინებს ვლაპარაკობთ, ასე არ მოიქცეოდა. არ მოიქცეოდა. ზეინები და ჰალილი ორივე დაძაბული იყო და ჰალილმა უთხრა წასულიყვნენ. ზეინები კი მივიდა და განზრახ დაჯდა. არ გამოელაპარაკეთ? რაზე უნდა გველაპარაკა? ისიც იქ იყო, რაზე უნდა გველაპარაკა ედანურ? ხალილ იბრაჰიმს დაველაპარაკები. ედანურ ძალას ნუ დაადან. რატომ ჩემი ძმა არ არის? ნუ ჩაერევით. არ ჩავერევით, საერთოდ არ ჩავერევით. Geliyor oraya. ზეინები ნახე არა? Gördüm. ვნახე. სიკვდილი არსებობს ხალილ იბრაჰიმ, ხომ იცი? როგორც ზეინებისთვის, Zeynep içinde var. ასევე შენთვის. Senin içinde. ვიცი. განსაკუთრებით იქ, სადაც მე ვარ. Ya ben seni შენი მესმის მართლა. gerçekten. გონია, Sen diyorsun ki სიკვდილის გარდა არაფერი მოგაქვს. sevdiklerim ძალიან ცდები, ბედნიერებაც მოგაქვს. 20 წელი აქ არ იყავი Sen sevdik. და არც მაშინ ვიყავით ბედნიერები. Ya sen 20 yıldır burada yoktun. Barisi. Hiçbirimiz de mutluluktan ölmüyorduk. რა გინდა ედანურ? Katı bir insan. არ მინდა რომ ვირივით იქცეოდე. Ya sen yumuşacık ძალიან კეთილი kalpli ადამიანი bir ხარ. adamsın. Bu yüzden ადამიანებს ამიტომ უყვარ ხარ. kapatma şu გულს kalbini. ნუ დახურავ. Bak ben seni anlıyorum. მესმის ცდილობ შენგან რაც შეიძლება შორს იყოს.
იმისთვის რომ დაიცვა, მაგრამ ძალიან გთხოვ ამას ნუიზამ. Uzak tutma. ხომ გესმის? Ben sana bir şey შეგვიძლია ყველა მოვატყუოთ, მაგრამ არა საყვარელი ადამიანი. Her şeyle oyun olur. ნანგრევებში აღმოჩნდები Ama sevdayla და olmaz. იქიდან თავს ვერასდროს დაიხსნი. Bir yıkılırsa altında kalır. ეს დაიმახსოვრე. Bir ömür. სიკვდილი არსებობს. Allah ღმერთო ჩემო, Nereden ხალილ tanıyormuş იბრაჰიმი ki საიდან Halil იცნობს İbrahim'i? ბატონ მეჰმედალის? Ne bileyim არ ვიცი. Halil İbrahim ის ხომ ხალილ იბრაჰიმია? Nereden tanır? მისი ურთიერთობების შესახებ არ ვიცი, მაგრამ ეს სულ სხვა ხალილ იბრაჰიმი დავინახე. Bilemem. Ama karşılaştım. Başka განსხვავებულად Halil İbrahim. მელაპარაკებოდა. Yani bana ters düz konuşmalar. Yok dışarı çıkın არ oturun. ვიცი რა სჭირდა. E tamam იმიტომ, რომ kıskanmışsın იეჭვიანა. belli ki. E tabii Hakan'ı სიმპათიური და gördüm. მდიდარი ჰაქანი დაინახა და იეჭვიანა. Kıskandı. ნუ განიცდი. Üzme sen. წავალ ნახავ ძმა როგორ არის და შემოგიერთდებით. Ben bir abine bakayım. მალე მოვა. İhtiyacı var mı? Görüşürüz. დროებით. Arkadaşın tek kritik. მისი კრიტერიუმები მდიდარი და ლამაზია. თვითონ კი არაფერი გააჩნია. Kıskanmak რომ იეჭვიანა უნდა გიყვარდეს. Sence მაგრამ ადამიანი რომელსაც უყვარს ასე მოიქცევა? Ne bekliyorsun? რა გინდოდა? როგორ მოქცეულიყო? არაფერი ელიფ. Belli ki o hayatında ცხოვრებას devam ediyor აგრძელებს, zaten. Hemen მუშაობას აგრძელებს და შურის ძიებას. Diyene bak. ამას ვინ ამბობს? Baban yoğun bakım. მამა შენი რეანიმაციაშია. ქმართან დაძაბული ურთიერთობა გაქვს, მაგრამ რესტორანში წახვედი. ცხოვრება ვისთვის გრძელდება? ბიძაშვილთან ერთად ვისადილე. Kuzeninle yemeğe ბიძაშვილთან ერთად პრობლემაც ამაშია. მასთან ჩახუტებული იყავი. geziyorsun. Ay sarmaş dolaş. ჩახუტებული არ ვყოფილ ვარ ელიფ. მხარზე ხელი დამადო. ზეინო. ხალილ იბრაჰიმი შენი ბიძაშვილი არ არის. ტიპური მამაკაცია, რომელიც იცავს და ანებევრებს თავის მეწყვილეს. Kollayan, kıskanan. ყველაფერი მოგწონდა. Da illaki bir şekilde belli. ახლა რა გინდა? Sen de Ra. dün kadar bundan memnundun. Şimdi neyin peşindesin? Bir şeyin peşinde. არაფერი ელიფ. Sadece sevdiğim მხოლოდ ის მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდეს. ama o işin ის კი შურის ძიებით და საქმითაა დაკავებული. Ben hariç sülalemin peşinde ya. ხვდები? აიშე მეჰმედალის და ჰალილს ერთმანეთთან რა კავშირი აქვთ? Ya ben de მეც გამიგვირდა. როგორ ჩანს საქმიანი შეხვედრა ჰქონდეთ. Anlaştık mı anlaştık diye ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ჰაქანთან დეტალები განიხილეს. Konuş istersen. ჰაკანს და ზეინებს იქ რა უნდათ? Ya çocuk ჰაქარმა ზეინეფის გახალისება გადაწყვიტა falan demiş. და სადილზე დაბადიჟა. Bayağı ters. ხალილ იბრაჰიმი ძალიან ცუდად მოექცა. Gidin falan. გააგდო. თავი ვინგონია რომ გამოაგდო. Tamam hayatım. საყვარელო დამშვიდი. Zeynep'e de bir şey deme. ზეინებს არაფერი უთხრა. ჰაკანი სად არის? E biz არ უჭამიათ, რადგან რესტორნიდან გამოაგდო, ამიტომ ახლა სამზარეულოშია. doyuruyor. სადილობს. ღმერთო დიდებულო. უთხარი როცა დაამთავრებს, ჩემთან მოვიდეს. Tamam canım. კარგი. Bu arada ხო, ben მართლა Zeynep'le buluştum. დედასთან მივდივარ. რომ იცოდე. კარგი ჩემო სიხარულო. რა შეიფიქრეთ? Alo Mehmet ალო, abi. ძმაო მეჰმედ. Nasılsın? როგორ ხარ? გმადლობ ძმაო. Sen hastane... საავადმყოფოში არ გვინახულე, მაგრამ მოდი შევხვდეთ როგორც კი თავისუფალი იქნები. გმადლობ. კიდევ რამეს ხომ არინებებთ ნარგისანი? Sağ ol. გმადლობ. შეგერგოთ. როგორ ხარ ჩემო ლამაზო გოგონა? გათხოვება როგორ მოგწონს? რომელი გათხოვება ასია, რამდენი ხანია რაც იავუზი ციხიდან გამოვიდა? მართალი ხარ, ცუდად გამომივიდა. დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? კარგი, კარგი, თვალი არ მეცეს. თითქოს ცუდი მინდა ყურებს ვერ ვუჯერებ. ფუფუნებაში გაგზარდე და შენი თავი იავუს გადავეცი. ნუ თუ შეიძლება ცუდი მინდოდეს. გამაგებინე. ჩემი თვალი რატომ უნდა გეცეს შვილო? Çok teşekkür ederim. დიდი მადლობა. Yani hayatımda... მართლა ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთე. Başka bir დიდი მადლობა. სხვა კარგი hatırlamıyorum. მეტი არაფერი მახსოვს.
ქორწილის ძის ზუსტად ასე ვუთხარი. კარგი არაფერი გაეხსენებინა და მაშინ ოჯახში ბედნიერი იქნებოდა. ზუსტად ასეა. მე დამიჯერა და ასე გააკეთა. შეთვის იგივე რომ ესწავლებინათ იქნებ ბედნიერი ყოფილიყავი. მართალია, არავინ მყავდა ვინც მასწავლიდა. არავის უსწავლებია როგორ შევინარჩუნო ქმარი, როგორ ვიყო ბედნიერი. არავინ მასწავლა, რადგან არავინ მყავდა. არავინ მასწავლიდა. საინტერესოა მაშინ რა სიზამდი? 7 ქმარი გეყოლებოდა? ცოლიანი კაცი წაიყვანა. ვინ წაიყვანა? ვინ წაიყვანა? რისვანმა ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა იმისთვის რომ მასთან მყოფილიყავი. მაგრამ არ ვნანობ, საერთოდ არ ვნანობ. კარგია რომ ასე მოიქცა. ნარგიზ, შენც ასეთი ხარ. მე ჩემი ქმრით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს ჩემი ქალიშვილიც ცოლად ასეთ ადამიანს გაყვება. მართალია ჩვენს დროში ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ასე ვფიქრობ. ერთი მამაკაცი უკვე წარმოვიდგინე. ვინ? ვინ ასია? ვინ არის ისეთი, ვინც ცოლს დედოფლად აქცევს? მითხარი. ნარგიზ, გეტყვი, მაგრამ რამე არის ფიქრო? კარგი? დედა, ამჯერად რა გეგმებს აწყობ? იმედი მაქვს ის არ არის, რაზეც მე ვფიქრობ. ვის გულისხმობთ, ვერაფერი გავიგე? ლევენტი. ერთადერთი ვაჟი, კარგი ბიჭი, 24 გრამი ოქრო. ხედავ? ზეინების გამო ცოტა დაზარალდა, მაგრამ ნარგიზ, ამის გამოსწორება შეიძლება. ხომ ხვდები რას ვამბობ? გამოვასწორებთ. ასია, ასეთი აზრები როგორ მოგდის? მართალია, ამდენი კარგი აზრი საიდან მომდის? ასია, ძალიან ჭკვიანი ხარ. ნარგიზ? მე ლევენტი მიყვარს. კარგი ბიჭია. ზეინების გამო მართლა დაზარალდა, მაგრამ ცუდი აზრი არ არის. თუმცა დამლას უნდა დაველაპარაკო. არ ვიცი რა სიტყვის. ჩემი ქალიშვილი ფიქრობდა, რომ სარძლად მოგეცი ნარგიზ. გადაწყვეტილება მე მივიღე. დედამისმა მოხვედით და გაგატანეთ. ყველაფერი შესანიშნავადაა. შეხედა ერთმანეთი როგორ უყვართ. თუ თანახმა ხართ? მაშინ ჩვენც მოვალთ. აბა? არ მჯერა, დედა. შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანებს ერთმანეთი უყვართ თუ არა, ხომ ასეა? შენმა და მაფიოზი შეიყვარა და მერე ვერ ხედავ მამა შენი რა მდგომარეობაშია, გაჩუმდი. ლეილა, შეიძლება ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლად ვიღებთ, მაგრამ მშობლებმა უკეთიციან. ისინი ყველაზე კარგად გიცნობენ. დამიჯერე ასე ეშვილო. ნარგიზ, ბავშვს რატომ ელაპარაკები? მითხარი რას ფიქრობ? გისმენ? მომისმინე. შენი ქალიშვილი გვინდა. თანახმა ხარ? თუ თანახმა ხარ, მაშინ შესანიშნავია. ჩემი აზრით, უნდა გამოვიდეს. რატომაც არა? ხო, ასია თანახმა ვარ. მაგრამ დურსუნს უნდა დაველაპარაკო. თუ დამთანხმდება, მაშინ ყველაფერი გამოვა. ხო, გამოვა. ყველაფერი გამოვა. კარგი, ყველაფერს განვიხილავთ.